გლეხი, დათვი და მელია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი გლეხი. ცოლის მეტი არავინ ჰყავდა. ერთხელ ეს გლეხი მინდორში წავიდა სამუშაოდ. გზაზე პანტის ძირში დათვი ნახა. იმუხეიროს იმდენი პანტა ეჭამა, იმდენი, ვეღარ ინელებდა და იქვე ხის ძირში გორავდა. გლეხს სიცილი წასკდა. დათვმა უთხრა: არავისთან გამამხილო, თორემ შეგჭამო. გლეხმა პირობა მისცა არ გაგამხელო. დათვი მაინც არენდო. საღამოს გლეხი შინ რომ წავიდა, ისიც ათქა და უკან დაედევნა. გლეხი სახლში შევიდა. დათვი კი სახლის ყურეს ამოეფარა და ცოლ-ქმრის ლაპარაკს ყური მიუგდო. გლეხი დათვის ამბავს მოუყვა და ცოლი ბევრი აცინა. დათვმა ყველაფერი გაიგონა, იწინა, წავიდა და გლეხის ნახნავში ჩაწვა. მეორე დღეს გლეხი ისევ წავიდა მინდორში. ის იყო ხნა უნდა დაეწყო, რომ კვალში ჩაწოლილი დათვი დაინახა. წამოდგა დათვი და დაუძახა: ადრე გამოხნავ, ადრე გამოგხრავ, გვიან გამოხნავ, გვიან გამოგხრავო. გლეხი შეშინდა. გამოვიდა გზაზე და დაღონებული დაჯდა. შუა დღეზე ცოლმა სადილი მოუტანა. ერთი კარგად შემწვარი ქათამი, 3 ხაჭაპური და 1 დოქი ღვინო. გლეხმა უთხრა ცოლს: რამე სადილება ქალო? დათვი ყანაში ჩაწოლილია და ასე მეუბნება: ადრე გამოხნავ, ადრე გამოგხრავ, გვიან გამოხნავ, გვიან გამოგხრავო. ცოლმა უთხრა: რა თავშავე მაგის ფასიო? წუხელის რომ ამბავი გითხარი, იმისთვის მექადნებაო. ამ დროს სად იყო და სად არა, იქვე ახლოს მელია გაჩნდა. გლეხი რომ შეწუხებული დაინახა, კითხა: რამ დაგაღონაო? რაღარამ დამაღონა. აგერ ნახნავში დათვი წევს და შეჭმას მიპირებსო. მაშინ მელიამ უთხრა: თუ მაგ ქათამსა და ხაჭაპურებს მაჭმევ, მეგიშველიო. გლეხმა მიუგო, ოღონდ მიშველე და ღვინო ჩემი ფეშკაში იყოსო. დაჯდა მელია და გემრიელად შეექცა საჭმელს. როცა ყველაფერი გაათავა, გლეხს უთხრა: შენ წადი და დათვის ახლოს დაიწყე ხნა. მე პატარა სერზე გავალ. იქიდან დაგიძახებ და შენ პასუხი გამეციო. გლეხმა ხნა დაიწყო. მელია ავიდა სერზე და იქიდან გადმოსძახა: კაცო, შენ რა იყო, რაო? 3 წლის დათვის კვალი ხომ არ გინახავს? ხელმწიფე მოდის თავისი ჯარით და მისი ნახვა უნდაო. დათვი შეეხვეწა გლეხს: ასე უთხარი, არ მინახავს თქო. არა, არ მინახავსო, დაუძახა მელიას გლეხმა. მაშეგ რა არისო? გლეხი დაეკითხა დათვს: რა უპასუხო? დათვმა უთხრა: ჯირკია თქო. ეს ჯირკია, ჯირკი, უპასუხა მელიას გლეხმა. თუ ჯირკია, მაურემზე დაუდევო. დასვდა გლეხი დათვს, ის კი თვითონ შეგორდა ურემზე. მელიამ ისევ გამოსძახა: აბა დააკარი ეგ ჯირკი ურემზეო. გლეხმა დათვი ურემზე თოკით დააკრა. მელიამ ერთი ესეთ შესთხოვა: აბა უცულის ყურეო. გლეხმა დასწყო ცული დათვს და სული გააფრთხობინა. მელიამ და გლეხმა ბევრი იცინეს. გლეხმა დათვის ხორცი ხორცად გაყიდა. ქონი ქონად მოიხმარა და ტყავი კიდევ ტყავად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.